კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. მთავრობის ინიციატივა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დამატების შესახებ პარლამენტის ბიუროს უახლოეს ხდომაზე წარედგინება საკითხს დეპუტატები მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და დაამტკიცებენ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მასვე დაიკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობაც უახლოეს მომავალში პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დასამტკიცებლად კეკა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ნიშნად სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა. საპარლამენტო უმრავლესობა საკადრო ცვლილებებს მიესალმება და განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სახელმწიფო ინსტიტუციების მეტად გაძლიერებას ემსახურება. მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ისეთ ურთულეს გამოწვევებს გაართვას თავი, როგორიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ არეულობების თუ სხვადასხვა გადატრიალებების მცდელობები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო იქნება ამ პოზიციაზე, რაც მთავარია მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება საჯარო პოლიტიკას, შესაბამისად ეს ქართული ოცნებისთვის, როგორც პოლიტიკური გუნდისთვისაც ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის. ვფიქრობ, რომ ასევე კეკა გელაძესთან დაკავშირებული ცვლილება და სულხან თამაზაშვილის როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე წარდგენა არის პოზიტიური ცვლილებები და რა თქმა უნდა აღნიშნულს პარლამენტი მომავალ კვირაში საკანონმდებლო ცვლილებებით დაადასტურებს. დიდ წარმატებას უსურვებ მამუკა მდინარაძეს დაბრუნებით საჯარო პოლიტიკაში, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გააძლიერებს იგი ჩვენს გუნდს. მან დაატყო თავისი ხელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სხვადასხვა დანაშაულების აღკვეთა, მათ შორის 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის აღკვეთები. უბრალოდ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ კეკა გელაძესაც გადაუხდით მადლობას, შეუძლებელია ადამიანმა ვერ დაინახოს ის მნიშვნელოვანი სისტემური წინსვლა, რომელიც ამ მნიშვნელოვან სამინისტროში მან უზრუნველყო თავის გუნდთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მონაწილეობს. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ასტანის მერი დახვდნენ. სამიტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე იმსჯელებენ. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დაკავშირებადობის პოლიტიკაზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ყაზახ კოლეგასთან. პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ეს არის მაღალი დონის სამიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რეგიონის ქვეყნების პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სტუმრები. საქართველოს პრეზიდენტის შესაძლებლობა ექნება სიტყვით გამოვიდეს სამიტზე და მიმართოს დამსწრეებს. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტი გაესაუბროს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადად ყაზახეთთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ და შესაბამისად ჩვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში ზუსტად ეს მხარდაჭერის გამოხატულება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, როდესაც ასეთ პლატფორმაზე გვიწევს მსჯელობა იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე არსებობს. ასეთი პლატფორმები იქმნება შესაძლებლობას იძლევა, რომ შეიქმნას შესაბამისი ინსტრუმენტები, რაც მოგწევს შესაძლებლობას, რომ სწორედ ამდენური რეაგირებები გაკეთდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტმა ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო თემატური ექსპოზიციები, წყალი, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქი, ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და მწვანე მშენებლობა. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. ვენაში დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარდგება. ფორუმი უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. საქართველოს მისი თავმჯდომარე ქვეყანა მიმდინარე წლის 13 აპრილიდან გახდა და ამ მოვალეობას 4 სექტემბრამდე შეასრულებს. თეკლა ბესტავაშვილი გვერდდება ვენიდან პირდაპირ ეთერში. თეკლა გისმით.
რამდენიმე წუთში დაიწყება EUTOS უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის გახსნითი სესია საქართველოს თავმჯდომარეობით. ეს ფორუმი წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ მნიშვნელოვან ორგანოს და მისი მიზანია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება თანამშრომლობის ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით იკრიბებიან ყოველ კვირას EUTOS წევრი ქვეყნები და მსჯელობენ უსაფრთხოების კუთხით აქტუალურ საკითხებზე. დღევანდელი ფორუმი არის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადგან ოფიციალურად ხდება ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო. ვენაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გახსნით სესიაზე. სიტყვით წარსდგება და ქვეყნის ვიცე-პრემიერი ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის ხედვებსა და პრიორიტეტებზე ამ პერიოდში თუ როგორ წარიმართება და ფორუმის თანამშრომლობა და ასევე მაკა ბოჭორიშვილი გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. ეს გაიმართება EUTOS უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით. აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა წარუდგინოს EUTOS მონაწილე სახელმწიფოებს საქართველოს პრიორიტეტები, ასევე მიმოიხილოს EUTOS მოქმედების არეალში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ფორუმი არის EUTOS ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე განიარაღებისა და შეიარაღების პრობლემატიკაზე. საქართველოსთვის აღნიშნული ფორუმის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს იქნება ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის პრობლემები, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. საქართველო მომდევნო 4 თვის განმავლობაში იქნება ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უსაფრთხოების კუთხით დიალოგის წარმართვაში. უკვე შემდგომ კი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გაერთიანებული სამეფო იქნება. მადლობა თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ოპოზიციაში ქაოსი და არეულობა გრძელდება. ალიანსის წევრებს მიხეილ სააკაშვილი მორიგი პოსტით მიმართავს და მისი კომპლექსისგან გათავისუფლებას და საქმეზე კონცენტრირებას ურჩევს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თავად ერთობის მომხრეა, თუმცა თუ ერთობა მყიფეა და მას ცენზურას უწესებს, ბრძოლისთვის ძალა ვერ ექნება. აღნიშნული დაპირისპირება ოპოზიციაში არსებული მძიმე მდგომარეობის დასტურია მმართველი გუნდისთვის. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, საზოგადოება ახლა უცხოეთიდან მართული და პოლიტიკურად გაკოტრებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნიდან გრევის პროცესს უყურებს. ცნობისთვის ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირების მორიგი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ალიანსის წევრები უმოქმედობასა და წამგებიან პოლიტიკურ სვლებში დაადანაშაულა. თავის მხრივ ოპოზიციურმა პარტიებმა სააკაშვილს შეთანხმების პრინციპები შეახსენეს და განაცხადეს, რომ მისი თავდასხმები შესაძლოა ალიანსის რღვევის მიზეზი გახდეს. ესენი არიან რადიკალები, რომლებსაც არა მხოლოდ საქართველოსთან წინააღმდეგობაში მოდიან, არამედ საკუთარ თავთანაც და ერთმანეთთანაც წინააღმდეგობაში მოდიან, ამიტომ ახლა რასაც ვადევნებ თვალყურს, ეს არის მუდმივ დაპირისპირებაში, ყველასთან და ყველაფერთან მუდმივ დაპირისპირებაში მყოფი ნაცმოძრაობა, რომელიც საკუთარ თავსაც კი შიგნიდან ჭამს. იქ სადაც სააკაშვილია, იქ სადაც ბოკერია, იქ სადაც გვარამია და ეს სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები არიან, ფიზიკურად ვერანაირ წარმატებაზე ვერ იქნება საუბარი. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მოვუნათლოთ მათი ეს დაპირისპირება მორიგ წარუმატებლობად, რაც ფიასკოს სახით განიცადეს. მათი პატრონები გარედან აძლევენ დავალებებს, რომ სახეცვლილები წარდგნენ საზოგადოების წინაშე, თუმცა მათ ეს ფიზიკურად არ შეუძლიათ, იმიტომ რომ მათი მთავარი ღერძი არის სააკაშვილი. პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ზალის წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად შეხვედრები ქობულეთის, ხელვაჩავრისა და ბათუმის საკრებულოების წევრებთან გაიმართა. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილზე ხალხის ზალის ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. ხალხის ზალის ლიდერების განცხადებით პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ერთი მხრივ პარტიული სტრუქტურის განვითარებას და
პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას ემსახურება. მათივე განცხადებით მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. Davis როზე ჩვენ მართლა შევასრულეთ ძალიან დიდი როლი იმაში, რომ საქართველოს ავაცილეთ ომი და ამაში ყინულჭრელის როლი შევასრულეთ, თუმცა ამ ქვეყანას სჭირდება კიდევ ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა და ვპირდებით ჩვენს ხალხს, რომ ვიქნებით ყველგან წინა ხაზზე ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის პრობლემების დასაცავად. ამაში ბუნებრივია ძალიან გვჭირდება ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლების, საკრებულოს წევრების ასევე აქტიური თანადგომა. ისე როგორც ვიწყებთ გაწევრიანების პროცესს, ყველა ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი ღირებულებები არის მისაღები, მზად ვართ, რომ მათთან ერთად ვითანამშრომლოთ. გაიმართა საპარლამენტო, ასევე ხალხის ზალის შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა იმ სამომავლო გეგმებს, რაც უნდა განხორციელდეს უახლოეს პერიოდში, ეს იქნება რეგიონებში, შესაბამისად ოფისების გახსნა და მსურველი მოქალაქეების ხალხის ძალაში გაწევრიანება. საუბარი შეეხო მომავალ გეგმებს, პარტიული სტრუქტურის განვითარებას, იგეგმება გაწევრიანება და ადამიანების პარტიის გაფართოება და ჩვენ მოემზადებით მომავალი არჩევნებისთვის. 22 აპრილი დედამიწის დღეა თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნომერ 1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა თემაზე ტყე და დედამიწა პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22 ტუიას სახეობის ნერგი დაირგო. დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. დედამიწის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია დავგეგმეთ კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, პირველ საჯარო სკოლაში ბავშვებთან ერთად დავდგეთ წიწვოვანი სახეობის 22 ნერგი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივად ზრუნავს საზოგადოების შემეცნების ამაღლებაზე და ჩვენი მომავალი თაობის ჩართულობაც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ გარემოს მოფრთხილება, სასიამოვნო დღე გამოვიდა და ვფიქრობ, ასეთი ინიციატივები ძალიან კარგი იქნებოდა ბავშვებთან ერთად ჩვენს რეგიონში, რომ განვახორციელოთ ხოლმე პერმანენტულად. მე და ჩემმა მეგობრებმა დავხატეთ ჩვენი თვალით დანახული გარემო და დედამიწა და ყველას მოვალეობა იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ტყეებს და გარემოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1997 წელს დავადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე და სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელოჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ციρკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის გამოყენებით ფულის გადაცემის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. რუსთავის მუზეუმი აუდიო დისკრიფციით ადაპტირებული იქნება. უპრეცედენტო პროექტი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი ახორციელებს. პროექტის განხორციელების შემდეგ რუსთავის ისტორიული მუზეუმი გახდება პირველი სრულიად გახმოვანებული და აუდიო დისკრიფციით ადაპტირებული მუზეუმი საქართველოში, სადაც მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანებს კულტურული სივრცის დამოუკიდებლად აღქმის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტი უპრეცედენტოა და რუსთავის ისტორიული მუზეუმი იქნება საქართველოში პირველი, რომელიც გახმოვანდება შეზღუდული მხედველობის მქონე ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის აუდიო დისკრიფციით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მუზეუმის სივრცე, შესაძლებლობა მიეცემათ შეეხონ
რუსთავის ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უსინათლოსთვის და მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის მსგავსი პროექტი, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი ცხოვრების ხარისხი იქნება გაუმჯობესებული, ჩვენ შეგვიძლია რომ სრულფასოვან ადამიანებად ვიგრძნოთ თავი და დამოუკიდებლად შევძლოთ ვიზუალური ნაწილის აღქმა. ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მუზეუმი არა მხოლოდ რიგითი ვიზიტორისთვის, არამედ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისათვის და ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა მაგალითი იქნება სხვა მუზეუმებისთვის. აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს კლასიკური კონცერტები ბათუმში მასპინძლობს. ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტით კლასიკური ჰარმონია გაიხსნა. ფესტივალის მიზანს საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს. პროექტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ძალიან ემოციური დღე გვაქვს მართლაც რომ უმაღლესი კლასის არტისტები ჩამოვიდნენ ჩვენთან ახალი ფესტივალისთვის. ქალბატონ ელენს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმისთვის, რომ საერთოდ კლასიკური მუსიკის ძალიან დიდი ხელშემწყობი პიროვნება, განსაკუთრებით ახალგაზრდების წარმოადგენს ისეთი პროგრამა, რომელიც ძალიან ელიტარულია და ძალიან იშვიათად იკვრება, იმიტომ რომ ძალიან ძნელი დასაკრავია. ბათუმში ხშირად ტარდება კლასიკური მუსიკის საღამოები, მაგრამ ეს დღევანდელი საღამო იყო განსაკუთრებული დახვეწილი, გემოვნებიანი, განსაკუთრებული შემსრულებლებით. მართლა იშვიათია ესეთი ინსტრუმენტალისტების მოსმენა. ასეთი იყო ახალი ამბები, პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.